Daamtul erozmeteorologია ტვინში. არა, ყოველთვის უნდა იყოს, ну, არ არსებობს უბრალო ოპერაცია. და ყოველთვის სერიოზულად უნდა მივიღოთ. ხუზავით ტვინი. მან ხო არა საიდანაც ყველაფერი იწყება. და შეხედა, მოსტო დახედა და всё, მოსაჭრელი. რომ შემეძლოს რომ ხომდეს, რომელ ძალას ავირჩევდი? ჩემი ხობი არის უბრალოდ დასვენება. კი ბატონო. ოჯახური წყლიანი საღამო არ გამომდის. ეხლა როგორ გამომდის? მოგესალმებით პირველი სამედიცინო პოდკასტიდან, ფოლკასტიდან. რა თქმა უნდა, ტრადიციულად მე და დათო. ჩვენს დიდ მეგობართან, ბატონ როსტომ ხალვაშთან ერთად. კი ბატონო. და ედოსთან ერთად ჩვენი წარმომადგენელი და ჩვენი მასპინძელი დღეს. და ჩვენი მასპინძელი. გამარჯობა. ისო ბათუმიდან და ძალიან ხარია რომ ისო ბათუმში ვართ და წაგან სხვა აქ არ არისო ამბობდა ბატონ როსტომი და მზე აქ არ არისო და სად გაირუჯეთ ასე რომ გაირუჯეთ ასე ძალიან გამიგე. ბატონი როსტომი ჩვენი კიდევ ერთხელ ხაზს ვსვამ დიდი მეგობარი დიდი ხნის მთელ ჩვენს გუნდთან და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო განსაკუთრებული. კი ბატონო, ნამდვილად დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობთ თქვენ ამდენი წელი რომ ასე კეთლის ინდისიერა ერთმანეთს პასუხისმგებლობით მუშაობთ და ასე ვიხარია ადეკვატური ხალხი ბრძანდებით ეს მათაშორის ძალიან ვიხარია შეფასება. დიახ. ძალიან მოხარული ვართ. ბატონო როსტომ, რამ გადაგადგმევინათ ის ნაბიჯი რომ ექიმი ყოფილიყავით და მე კონკრეტულად ამ მიმართულებით წასულიყავით. არასდროს სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია. მამა იყო უროლოგი და პირველი აზრი რაც მომივიდა ალბათ აზრად პროფესიის არჩევაში იყო უროლოგია. არა მხოლოდ ექიმობა, არამედ კონკრეტულად უროლოგია. ანუ ბავშვობიდან უყურებთ. თავისთავად კი. სხვა არაფერი დიახ, არასდროს არც განიხილებოდა ჩემში არ განიხილებოდა ზოგადად. ოჯახშიც ალბათ არ განიხილებოდა. ოჯახში, ახლა ოჯახში არავის არ ვთქვამს ძალით არიქა ექიმი გამოხვედიო, მაგრამ ალბათ მამასაც ეს მოწონდა რომ ვაპირებდი და ასე შემდეგ. აგრძელებდით ტრადიციას, ოჯახის ტრადიციას, გასაგებია ყველაფერი. და როგორ დაიწყო თქვენი კარიერა, სად ისწავლეთ? განათლება. ხო, განათლება სად მიიღეთ? გაგიჭირდათ თუ არა, ხო არ გადაიფიქრეთ შუა გზაში და ასე შემდეგ. სხვათა შორის ჩემი ეს განათლება 90-იანებში დაიწყო შუაში პირდაპირ. სამედიცინო დაამთავრე რუსეთში, ქალაქ სარატოვის ოლგისპირეთში, ერთ-ერთ უძველეს სამედიცინო უნივერსიტეტში. 16 წლის ასაკში ვიყავი, როდესაც წავედი 90-იანები ვისაც ახსოვს, კარგად ახსოვს ის, რომ რუსეთში კი არა, ბათუმიდან თბილისში ჩასვლა იყო დიდი პრობლემა. შუქი არა, რაღაცა ეს ყველაფერი კომუნალური პრობლემები. შემდეგ დროც ისეთი იყო, რატომაც ჩემ თაობას უფრო მოუწია ის, რომ ჩვენ არ ვიყავით განებივრებული ექსკურსიებით, წასვლით, მოსვლით, ოჯახიდან შორს ყოფნით, ასე რომ ვთქვა. შატალოებით? შატალოები მაინც ერთ კვარტალში და ორ კვარტალში ხდებოდა, როგორ არა. ამიტომ თავისთავად გამიჭირდა, მაგრამ რაღაცა მაინც ისეთ სხვა რაღაცას უფრო ხედავდი ალბათ და იმ გაჭირვებას ვერ მომჩნევდი. და იქ დაამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი. იქვე გავიარე შემდეგ ქირურგიაში ინტერნატურა და შემდგომში სპეციალიზაცია უროლოგიაში. და რამდენი წელი გაატარეთ იქ? 15 წელი გავატარე. 9 წელი კიდევ ვიმუშავე შემდგომში. სარატოვში ეს ხო? ჩემი მიმართულებით დიახ. ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში დავიწყე უბრალო ექნის დამხმარიდან და დავამთავრე განყოფილების გამგის პოზიციით, როდესაც დავბრუნდი ბათუმში. დაბრუნება რატო გადაწყვიტეთ? დაბრუნებაც გადავწყვიტე. რომ პრაქტიკულად ხა 15 წელი გაატარეთ, რაღაც მომენტში აეწყვეთ. ხო. გაიზარდეთ იქ. გავიზარდე დიახ. კი. ანუ აქ თავიდან დაწყება ხო არ გიწევდათ? თუ მაინც ნაცნობი ქალაქი, მშობლიური ქალაქი და გაგიცით რა, მაგ ამ სიტუაციებში ესეთი პასუხი როგორ გითხრათ? აქაც ალბათ ოჯახის სიტუაცია იყო, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩემ ჩამოსვლამდე მამა გარდა მეცვალა. რაც ეს ვერ მოხერხდა რომ მამა ჩემს მოსწრებოდა მაგალითად რაღაც ჩემი პროფესიული ის და ამ ემოციის ფონზე თანაც იმ პერიოდში საქართველოს უკვე
მთლიანად ეკონომიურადაც და როგორც ქვეყანა გავდა ნორმალურ პოზიტიურ ნაბიჯებს. მერე დადგა ის დროც, როდესაც უნდა დაბრუნებულიყავი და აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე იქ წავედი, იმიტომ რომ დაბრუნებულიყავი. უბრალოდ რაღაც 6 ან 7 წლის ნაცვლად მომიწია ყოფნა 15. თუმცა ამან თავის დადებითიც ალბათ ითამაშა რა. პროფესიონალიზმის ამბავში ახლა მაგას ახლა მე პროფესიონალს ახლა მე ჩემ თავს ვერ შევაფასებ ნამდვილად, მაგრამ ჩვენ გაფასებთ. ის რომ ჩვენ ვიცით. ის რომ დაუბრუნდი ეს იყო ლოგიკური, უბრალოდ რაღაც მანი სიტუაციები ისეა ეწყო, რომ გადავწყვიტე 2010 წელს ზუსტად რაღაც დამთვალიერებლად ამ სიტუაციაზე დაბრუნე მაშინ. თუმცა კაც ისეთი ვითარდებოდა სავანტყოფოები და არ იყო ადვილი ნამდვილად. არა, ნამდვილად არა. იქ როგორ იყო? რუსეთში რთული იყო იმ გზის გაკვალვა, ეგეც რთული პერიოდი იყო ძალიან. ეს რუსეთში საერთოდ ყოველთვის ადვილი არა, ასე რომ ვთქვათ. გაკვალვა გზის, ეს საერთოდ ადვილი არა, მაგრამ როდესაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ხელი შემიწყვეს ამაში. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმეტეს მე სწავლობდა ამთავრე იქ, სადაც მამა სწავლობდა. ჩვენი ოჯახისთვის ეს არ იყო რაღაც, რომ მე პიონერი არ ყოფილვარ, ასე ვთქვა. დიახ, პილიგრიმი ვთქვათ, იმიტომ პიონერზე შეიძლება დამსაჯონ. ამიტომ ჩვენთვის არ იყო ეს ახალი და პიონერი იყავით ალბათ. დიახ, ვიცოდი ახლა. თავის დროზე. და ცნობილი იყო ასე რომ თქვა ჩემი ყურისთვის, რომ გვარები პედაგოგების. აქ თუ წააწყდით რამე წინაღობას ამ პრობლემას დაბრუნების შემდეგ ბატონო რუსტომ, თუ დაგეხმარათ იქაურით 15 წელი? არა. აქ წინაღობა იქაური აქ ვერ დაგეხმარებათ. ეს ცალსახად. ხო, მაგრამ მოსკოვში დაამთავრა თუ რუსეთში დაამთავრა ხო არის მაინც. ალბათ, მაგრამ მე მგონი დღემდეა. მე რო არა, ეს უკვე არ არის, ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ მოძლიერდა რა, ისედაც უფრო მომრავლდნენ, ასე რომ ვთქვა. ანუ კლასში დავეციეთ. მომრავლდნენ, კლასში არ ჩამორჩებოდა არასდროს საქართველოს პირიქით, ოღონდ რაოდენობრივად შეიძლება ისე ვერ იყო და არ ჩანდა. ეს ამას კიდევ ემატება ის, რომ ზოგადად რაღაც ადამიანის ბუნებიდან ალბათ გამომდინარე და კონკრეტულად პაციენტებზე თუ ვილაპარაკებთ, რომ ყოველთვის უნდა თუ რაღაცა ცოტა უცხო იერფერი კონდეს ამ სიტუაციას, ამიტომ ყოველთვის იყვნენ პოპულარული ისინი, რომ აი იქ ისწავლა სხვაგან და ასე შემდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული ექიმების დღეს ვინც მოღვაწეობს საქართველოში, არის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის თუმცა მგონია რომ ძირითადად მაინც გადამზადებებს გადიან სხვადასხვა ქვეყნებში. არა რუსეთში უკვე რა ამის შემთხვევაში. ხო, გავიგე. საწყისი განათლებაზე სიტუაცია ცოტა სხვანაირი იყო და შემდგომში თავისთავად ახლა ეს ნორმა უნდა წახვიდე ნახოთ და მოიტანა. ჯერ სანამ მომავალთაობაზე გადავალ, თქვენი აზრით ვინ არის ყველაზე დიდი უროლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, ან ვის გამოყოფთ ამ საქართველოს ვატაშორის ყოველთვის გამოიყოფოდა თავისი უროლოგებით. ეს დაიწყო პირველად საბჭოთა კავშირის მასშტაბით სამედიცინო ინსტიტუტი გაიხსნა ქალაქ თბილისში. წულუკიძის სახელობის იყვნენ ასევე ცნობილი უროლოგები მურვანიძე, რომელიც მართლა ფართო მასშტაბის უროლოგები იყვნენ და ცნობადი სახეები, მაგრამ ყველაზე ჩემის აზრით და ყველას აზრით და ფაქტიც ასეა, ყველაზე დიდი წვრილი და ასე რომ ვთქვათ ბიძგი მისცა ბატონმა ლაური მანაგაძემ. კი ბატონო. განსვენებულა, რომელმაც გახსნა გააღუგზა ევროპისკენ და შესაძლებლობა მისცა უამრავ ჩემს უფროს კოლეგებს, ახლა რომლებიც არიან მეინსტრიმში უროლოგიის თბილისში, წასულიყვნენ სწავლად, ჩამოსულიყვნენ და განავითარებიათ აქ. სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე რაღაც ვერ მოვხდი ასაკიდან და დროიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს რაღაცა პატარა დანაკლისი მაინც არის, რომ გამომიწია თბილისში უროლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობა და ამ ხალხთან ერთად ყოფნა. გასაგებია ბატონო რუსტომ. აი შეიძლება ისწავლო ხატვა, ხო? არსებობს ეგეთი რაღაცა. მე ვერ ვისწავლე. სულ კონდა პრობლემებია. ამბობენ რომ შეიძლება. ჰისტოლოგიაში კონდა იქ რასაც ხედავ მიკროსკოპში, ის უნდა დახატო. და
ბოდიში გაწყვეტილეთ, როდესაც ამას აღწერდი, თეორიულად ყვებოდეს, უნდა დაგეხატა. ეს ჩათვლაში შედიოდა ეს პრეპარატის მიკროსკოპში ნახვა და ესეთ დაგეხატა უნდა, რომ ასე ეს უფრო ალბათ ძველი ტექნოლოგია იყო. ძველი არა, ეს ფოტოშოპის რომ გამყარდეს ალბათ ცოდნა და ვერანაირად ვერ ხატავდი. გავიგე. ვერანაირად ვერ ხატავდი, ძალიან მიჭირდა ძალიან და ერთ-ერთი ჩათვლის ჩაბარების დროს ასაკიანი დოცენტი იყო ქალბატონი ასეთ წარმომადგენლობითი და მითხრა იცით რა არის ესე მიჭის ხატვა და თუ ხატვა გიჭით აი ბეზობლად არის კლასიკური უნივერსიტეტი და შეგიძლიათ გადავძანდეთ გააგრძელოთ ექსტალ. ნუ ასეც იყო. და მომიწია ხატვა. ხო? ძალით. აი, მაგაშია საქმე. ანუ ხატვის სწავლება შესაძლებელია ამბობენ, მაგრამ ნუ შედევრებს ვერ შექმნი, ხო? უბრალოდ შეიძლება ისწავლო. მაინტერესებს უროლოგიაში და ზოგადად მედიცინაში როგორ არის რა. შეიძლება ისწავლო და ისწავლო რაღაცები, მაგრამ ალბათ რაღაცა უნარებიც უნდა გქონდეს შენ თვითონ და ნიჭი, ხო, რაღაც ის რომ წარმატებით და კარგად აკეთო შენი საქმე. ეგონი ყველგან ეგრე არა თუ ზოგადად მედიცინაში არა ყველაფერი სწავლა შესაძლებელია ალბათ. არა, ხატვაში მე ეს დავამატებ, რომ შედევრს რაც შეეხება, გააჩნია ვინ იყიდის შენ ნახატს. თუ მე ხდება შედევრი? მე შეიძლება გახდეს შედევრი, ხო ეგრეა ბატონო? არა, ხატვაში როგორც წესი აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ცოცხლები არ არიან ის ნახატების შემქმნელები და ეხლა იყიდება ზვიად. მედიცინაში მასე არა უნდა იცოცხლოს. ეს ხელათვე ეს პროდუქტი ხელათვე მიდის, ეს ერთი ალბათ. მეორე რაც შეეხება მედიცინის სიტუაციას და ასეთ პარალელებს, თავარი არის ის რომ უნდა ტრივიალურ პასუხს ვიტყვი, უნდა გიყვარდეს და უნდა ცხოვრობდე უბრალოდ ამით. ეს უბრალოდ ცხოვრებაც არა ის რომ ახლა კარგია ხან ეს. ეგ არის ძალიან რთული ალბათ. თუ ინში უნდა იყოს სულ რომ რაღაც ნაწილი სულ უნდა ფიქრობდეს განვითარებაზე და იყოს ამაში. ფიქრზე, ხო. განვითარება ერთია ისიც რაც დღეს გაკეთდა, გუშინ გაკეთდა რაღაცა კერიალდი ახლა მოდური სიტყვა кейსი დიახ, მასე იყოს. და ანუ როცა twin-ში სულ რაღაცა შენი ის გაქვს სპეციალობა. დიახ. ამ დროს განტვირთვას როგორ ახერხებთ? უროლოგია twin-ში ძალიან. Ძალიან რთული urologია twin-ში. არა, მაგას ვფიქრობ. ფოტოშოპის მინდა გითხრათ urologია. არა მარტო კაცებზეც. წარმოუდგენელია და მაგრამ ნუ ძირითად შემთხვევაში მამაკაცები დიახ, ნუ რაღაცა ასე ჩამოყალიბდა თორემ გააჩნია დაავადებებსაც, ზოგ urologიურ დაავადებებში ქალბატონები უფრო ჭარბობენ. კი ბატონო, გეთანხმებით, ალბათ განტვირთვა ყველას თავისი მეთოდი აქვს. ეხლა შეიძლება არასწორად თქვა დილეტანტი რომ urologია თირკმლებიდან იწყება, თუ არის უფრო ზევით თუ არის რა ბატონო როსტო. თქვენ ზევით twin-ი? ხო, მან ხო არა ფიქრობაშია. საიდანაც ყველაფერი იწყება. ხო, არა. urologias მან დესაქმება რამე. დიახ, ნუ ახლა კი, ოკეი. მე რეგეთვით. არა, თქვი. რომელი ითიშება და რომელი ითიშება. ანეკდოტიც არის ასეთი და. მოგვიყევით და. არა, მე ფორმატის გარეთ. ისო ერთი რომ მუშაობს, მეორე არ მუშაობს და. მეორე ითიშება ასეც არის. მაგათი დიახ. თუ ასე გვინდათ მაინც თვითონ კავშირში და ნამდვილად თვითონ კავშირშია. დიახ, ნუ საშარდე გზებია. კი. ძირითადი იმ თუ ქვია urologია, შარდის ირგვლივ ეს ყველაფერი და პლუს მამაკაცების რეპროდუქტიული სისტემა. ჯირკვალი და ასე შემდეგ. აი, ყველაზე რთული кейსი რა кейსი? რა გახსენდებათ? ან რა არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა? იცით რა არის მე ყველაზე გავრცელებული ნუ ახლა სტატისტიკა. არა, მე ტრივიალურ დაავადებს არ ყველაზე ეს რაღაცას პატას ძალიან ვიწრო სპეციალურს ვიტყვი. მე მახსენდება ყველაზე ხშირად ერთ-ერთი кейსი და ჩემს კოლეგებსაც ხშირად მეგობრებსაც მახსენებ ხოლმე, რომ უბრალოდ ბანალური ოპერაცია, ტრადიციას ყველას გაგონილია წინდაცვეთა ოპერაცია. ეს რაც კაცობრიობა ალბათ ეს ოპერაციაც არ შეცვლილა მოყვება ადამიანებს და გარდაიცვალა პაციენტი ამ ოპერაციის შემდეგ. ამით ხო და ჩემ ოპერაცია კეთდება. მარტივი, ძალიან მარტივი რიტუალური. ძალიან რიტუალური არის რელიგიებში, მაგრამ არის უფრო პრობლემა და აი ასე ეს ითვლება ყველაზე ადვილ ასე რომ ვთქვა, უბრალო ოპერაცია, მაგრამ სულ მახსოვს რომ ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგმა აწარმოა ეს რუსეთში მოხდა და ჩატარდა პაციენტი გარდაიცვალა. აი ეს უფრო მახსენდება რომ ყოველთვის უნდა იყო, ნუ არ არსებობს უბრალო ოპერაცია.
და ყოველთვის სერიოზულად და უნდა რამე მივიდეს. სისხლდენი? არა, უბრალოდ რაღაცა და მე არ ვიცი ახლა შემდეგ სისხლდენ ოპერაციასთან კავშირი უბრალოდ გარდაიცვალა პაციენტი. ისეც ხდება ხოლმე, რომელიც არის იქ. გართულება არა, მაგრამ მოხდა ისე. ამიტომ ყოველთვის ვიხსენებ ამას, იმიტომ რომ მძიმე პაციენტი, მძიმე სიტუაცია, როგორ და ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ. იქ თავისთავად რისკ ფაქტორები მაგალითად რაღაც ცოტა უფრო მობილიზდება გუნდი ხოლმე და აი წინდა წუთის დროს არავინ არ ელოდება. დიახ, ესე უნდა არავინ არასდროს. დააჩქარა სავარაუდოდ. არა, ეს დაემთხვა. დაემთხვა უბრალოდ. მაგრამ მაინც ეს იმის ეს ისეთი მაგალითია, რომ არ არსებობს რაღაც ესე ზედაპირული სიტუაცია, ყოველთვის უნდა მივიდეს სერიოზულად. ბატონო როსტომ, ახალი თაობა თქვენ მიმართულებაში თუ გაქვთ შეხება ამ ადამიანებთან და როგორი თაობა მოდის და ნუ რას უჩევდით დამატებით რა? ახალი თაობა როგორ არა, მაქვს შეხება ჩემთან ერთად შრომობენ ახალგაზრდა ჩემთან შედარებით უფრო უმცროსი კოლეგები, ძალიან ნათელი, ადეკვატური, ძალიან კარგი ხედვით. ნუ მე რა უნდა ურჩიო. იცით რჩევა ცოტა ისეთი ამბავია, მაგრამ დღევანდელ თაობას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. იმიტომ რომ ინფორმაციის და განათლების ციფრულ ტექნოლოგიებმა ინფორმაციის წვდომის სიჩქარე იმდენად გაზარდა, რომ ალბათ 1000-ჯერ. არ ვიცი, ძალიან ბევრი ფიზიკოსი უფრო გაზომავს ალბათ, მაგრამ თაობა არის და რეალური გარი და წარმატებული. კი, ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმედიანად ვართ. ჩვენც ვართ ასე რომ, მაგრამ იმედიანად ვართ. ბატონ როსტომ, ვინმე თუ გახსენდებათ ისეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? ან შეიძლება წიგნი იყოს, ფილმი იყოს, ან ავტორიტეტი იყო მაშინ თქვენთვის და ეხლა აღარ არის, მაგრამ მისმა ერთმა წინადადებმა, მან ფილმმა, წიგნმა თქვენ ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. კი, მიხეილ ბულგაკოვი. კონკრეტული ნაწარმოები? ყველა. ყველა კონკრეტული როგორ არა, რამოდენიმე ხა ერთს ვერ ვიტყვი, მაგრამ თავისი ცხოვრებით ისიც ექიმი იყო სხვათაშორის. და რა ვიცი, თავიდან ბოლომდე მთლიანად ეს წერალის მომწონს მისი ცხოვრების ასპექტებიც ის და ნაწარმოებებს ხო სოფლიო ლიტერატურაში გენიალური რა თქმა უნდა. მე ვიკითხავდი რაიმე ეხლა ესეთი ბანალური კითხვა, მაგრამ რაიმე კურიოზული შემთხვევა, სასაცილო შემთხვევა თქვენს პრაქტიკაში თუ გქონიათ, იმიტომ სხვა ექიმისგან მომისმენია, რომ რაღაცა მერტყე რაც ფოტო გაუგზავნა ერთ ექიმს მომწონს და არა, ეს ახლა ანეკდოტად არის რომ რაღაც პოლოცვები და ასე შემდეგ. ახლა ცოტა შევეცდები ქართულად, კარგით. ესე იგი ნახეთ რა ხდება ეს ასეთი უროლოგიასთან გინდა თუ არ გინდა უბრალოდ მოქალაქისთვის შეიძლება უფრო სასაცილო და კურიოზული ვიდრე ექიმისთვის. ნუ იყო სიტუაცია, როდესაც ქორწინდებოდა ახალგაზრდა მამაკაცი. ეს ძველი დროა, ეს დროა, როდესაც ვიაგრა და ანალოგიური პრეპარატები არ არის და შეყავდათ პაპავერინის ინექცია პირდაპირ ასოს სხეულში, რომ გამოეწვიათ ერექცია. და იყო დოზა ძალიან ისეთი მცირე დოზებით იყო საჭირო, რომ ამას ემოქმედა რამოდენიმე საათი და შემდეგ დასწრეს და შემდეგ ყველა იყოს მაღლობილი. ეს რომ მოვიდა რაღაცა ქორწილი მაქვს, ის მაქვს, ეს აქვს და რაღაც არ ვიცი ახლა ექიმოც რა დროში რა შეიყვანა და შეიყვანა და ეს კაცი დავიდა იქორწინა და გაატარა მთლიანი ეს პირველი ღამე და ბედნიერად და დილით ყველა ბედნიერია. დილით გათენდა რომ ღამე გძელდება. ნუ ახლა ფიქრა რომ კარგია დღესაც გავაგზავნებ დღე რომ საღამოსკენ წავიდა. არც ისე მოეწენა ასეთი მუდმივობა. პირველი ღამის მდგომარეობაში ყოფნა და კურიოზი რა შეუკან მოგვართა ესე სტაციონარში. გამოიყვანეთ ეს რამე. იშველეთ გაზია. იცით რომ ისეთ რამოდენიმე საათი ეს გზელდა ძალიან პრობლემური ხდება შემდეგ. ჩარევები ჭირდება, ოპერაციები ჭირდება, რომ ეს თურმაში მოიყვანა. თან ტვინი არ მუშაობს. არაფერი არ მუშაობს. და ამდენი ხანი ტვინი გადაშველებოდა გამოცდილი გაყოფილების გამგე იყო გვარად ბლუმბერგი. მართლა? დიახ, ცნობილი და ეს საქართველოსია საუბარი. არა, რუსეთია საუბარი, იქ სადაზვერა და ეს პაციენტი შემოდის, წარმოგიდგენიათ ეს. ბლუმბერგიო? რაღაც საათობის ასე ერექციაში მყოფი და შემოვიდა და ნუ რამე შველება ეს ამბობს და ესე წამოდგასეთ ის ესე. ექიმია. წარმოსადგინე.
შეხედა ამას და დახედა და всё, მოსაჭრელი. და ამას ესმის ამ ახალგაზრდას მოსაჭრელი და უცებ. ბახ და ითიშება ვარდება ძირს უგონო მდგომარეობაში და ესეც დასხრა ყველაფერი. აჰა, აი, როგორ უმკურნალო. აი, ეს არის პროფესიონალიზმი. იმიტომ რომ გუნდები იყო. ოჩა. ძალიან კურიოზი უამრავია კაცო, უცხოს ხეულები და რა არა და ეს კიდევ ალბათ სხვა პოდკასტების თემაა ეს კიდე. ისეთი უფრო დახურული პოდკასტების თემაა. ნუ შეგვიძლია მე მოვყვეთ, მაგრამ ოკეი. სუპერგმირის გმირის ძალა რო გქონდეთ. კი არა და რო შეგიძლოთ რო გქონდეთ. რომელ ძალას აირჩევდით? რომ შემეძლოს რომ გქონდეს, რომელ ძალას ავირჩევდი? აი ერთი ნებისმიერი ძალა შეგიძლიათ გქონდეთ. ან უნარი რამე. უფრო უნარს ალბათ. აბა რომელს? ვიდრე ძალას. უნარიც ერთია ალბათ. უნარს ისე ფიქრიჭდება. არა, ყველაზე დიდი პრობლემა მე მაინც მაქვს ენების სწავლის პრობლემა. ავირჩევდი რომ ადვილად ვისწავლო ენა. იმიტომ რომ აი უცებ უბრალოდ წიგნის გადაშლა რო გჭირდებოდეს და არ კითხულობდნენ და თავისით შედიოდა ეს ინფორმაცია. ნუ მასე ვერ მოხდება. მასე უნდა. რატო სუპერძალა თუ არის, ესე იგი სუპერძალა ჯობია ენა ისწავლო და ერე იკითხო. ორიგინალში წაიკითხო, უფრო სუპერძალა იქნება, ალბათ. ამაზე ის გამახსენდა პატარები არიან ბავშვები რა და ერთი და თავში ჩაარტყამს წიგნს მოკლედ მეორე დას და დედას უხوارეთ ყოტირის ეს ბავშვი და ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასაო და ზოგჯერ თქმითაც დაშვებებს ვერხის ყავსანი ჩაარტყა და ეგრეც კაი იქნებოდა ის უსწავლია კაი იქნება ეგრე რო შედი ბატონ როსტომ თქვენი ჰობი რითი განიტვირთებით ხოლმე რა არის ეს საქმიანობა თუ გაქვს ახლა რომ გითხრათ როცა არ ფიქრობთ სპორტი არა ნაკლებად იმიტომ რომ სიმღერა რატომღაც ჩემიდან სპორტსმენი არ გამოვიდა ჩემი ჰობი არის უბრალოდ დასვენება კი ბატონო ახლა რომ გითხრათ ისეთ ცოტა ჟღერს ისე რომ ჰობი არ გაგაჩნია ადამიანს და მინდოდა რამოდენიმეჯერ ეს ყოფილიყო მაგრამ ხო ხელოვნურად როდესაც ჩემ რატომღაც ჩემ შემთხვევაში ეს ყოველთვის რაღაცები იცვლებოდა დროთა განმავლობაში აი როგორ ისვენებთ რა მდგომარეობს თქვენი დასვენება მეგობრებთან ერთად ლუდი კი ბატონო ასე რომ შენს გიყვარს ბატონო ჩვენ ერთად კი მგონი ერთი მაგათი ფორ ჰოსპიტალის ლუდის მოყვარულებთან ერთად ბატონი რატი განსაკუთრებით რეკორდსმენი მინდა თქვა ბუხარო და მტოვებელი და ამაზე მე კარგი ადგილი გვაქვს ფაქტორს ერთი ნაპონი ახალ იმასთან მოედანთან სტადიონთან და ხო კარგი ადგილია ბატონო არენა აქვს გულისხმობთ უნდა მეწოდინება ლუდი სადაც კარგია ყველაფერი ვიცი კი ბატონო ბავშვობაში რაზე ოცნებობდით გარდა უროლოგიის აი რამდენიმე წუთით მაინც თუ დაგიშვიათ რომ აი სხვა პროფესია აგერჩიათ და რა იყო ეს სხვა პროფესია კი ეს ჩემს ბავშვობას ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებში თამაშობდა ვარად მან სოკრატესი იყო ეს წვერებიანი ფეხბურთელი იყო კაპიტანი და პედიატრი იყო ეს ექიმი და რადგან ფეხბურთი ახლა როგორც უმრავლესობას ჩვენს ქვეყანაში ძალიან მიყვარდა ვიცოდი რომ ფეხბურთელი ვერ გამოვიდოდი თუ მედიცინით დასწავლებოდი ამიტომ რატომღაც სულ მინდოდა რომ ისე თუ შეიძლება მოხდეს რომ სოკრატესის ვარიანტი იყოს ჩემში ექიმის გამოვიდეს და აი ფეხბურთელი მაგრამ 90-იანებმა გასაგებია ბრაზილიის კომაგი ხართ ისე ბატონო როსტომ არა სხვათა შორის არა ბრაზილიის კომაგი რომელ გუნდს გულშემატკივარია დინამო ბათუმს ყოველთვის ეგრეთ ხონდა საქართველოს ნაკრებს ყოველთვის და უცხოურ რამოდენიმე მომწონს ახლა რომ ანუ მაინც უფრო პატრიოტი ჩვენი იგებს მარცხდება მნიშვნელობა არა კარგი პროგრესი გვაქვს ამ ბოლო წლებში და ძალიან გვიხარია და გადავიდეთ ბლიცზე გადავიდეთ
ბატონო როსტომ, დილით ადრე გაღვიძება თუ ძილი? ადრე გავიზრდა. რომელ საათზე იყვედებთ ხოლმე? 7-ზე. აი? აი? ზღვაზე შეიძლება თუ არა? თუ ნაკლებად. როცა კარგი ამის ზაფხულობით ყოველთვის ვცდილობ მაინც მაქსიმალურად რომ დილით 7-ზე 7-დან 8-მდე სეირნობა არა, მაგრამ ცურვა. და საღამოობით ადრე უფრო სეირნობდი, ეხლა იმდენი მომრავლდა ხალხის რაოდენობა, რომ აღარც სიამოვნებთ. ზაფხული არა, სიამოვნებს როგორ არა ბათუმი მთლიანად ჩემი სიამოვნება, მაგრამ ის უფრო მირჩევნია რაღაცა მარტო. არაფერი დავდივარ სპორტაშორის მინდა გითხრათ. იშვიათი გამონაკლისი სკარბა. გადასარავიდია. ტრადიციული მედიცინა თუ თანამედროვე მედიცინა? თანამედროვე. კი ბატონო, ტრადიციული საკვები თუ ევროპული? ტრადიციული. კი ბატონო. ქალაქის ცხოვრება თუ სოფლის სიმშვიდე? გააჩნია რა დროს. ნახეთ, ძალიან საინტერესო შეკითხვა ეს. წლების უკან სადღაც რაღაც წავაწყდი, ასეთი იყო ფრაზა, რაღაც გამონათქვამი ვიღაცის, როგორც ეს ცნობილის და ამოღებული, რომ იცხოვრეთ დიდ ქალაქში, მანამდე სანამ დიდი ქალაქი ჩაგითრევთ ბოლომდე. ამიტომ რაღაც პერიოდი თავისთავად კარგია დიდ ქალაქში. მე უნდა იცხოვრო სხვასთან. ბევრი რაღაც უნდა ნახო და მე განმარტავდე. კი ბატონო. ეს კითხვა უკვე დავსვით, მგზავრობა მანქანით თუ фехით, ან ველოსიპედით, ან ნებისმიერი სხვა რამით. უფრო მანქანით. არა, მანქანით უფრო ამ ბოლო დროს უფრო მანქანით კი. კბილი უფრო გიყვართ თუ მჟავე? ან წარი? არა, კბილი მჟავე და წარე ნამდვილად არ მიყვარს. გასაგებია. კერძებს თუ ამზადებთ? არა? არა, რატომღაც, თორემ ისე 15 წლიან მარტო ცხოვრება თავისი სტატოვა. ანუ იცით, მაგრამ არ ამზადებ. ესეც ხო იცით როგორ რომ აღარ ამზადებ უკვე ეს რაღაც გეკარგება. სტუდენტობისას კარტოშკას ვწავდი კვეთს. არა, მხოლოდ სტანდარტული ამბავი. დიახ, არა და კაცები არიან ყველაზე მაგარი მზარეულები და არ იყენებთ ამ რესურსს და მე ძალიან წინს. წინს რო თქვენს გაკეთებულ საჭმელებს ვერ ვაგემოვნებ. მეგობრებთან ერთად დიდი საზეიმო შეკრებები თუ ოჯახური წყნარი საღამო? მეგობრებთან ერთად გააჩნია ეს გააჩნია დროს და როგორა და ის. კი, და მეგობრებთან მაინც რაღაც ისე ოჯახური წყნარი საღამო არ გამომდის. იცი ხა როგორ გამომდის? სტუმრები მოდიან ყოველ. არა, მხოლოდ სტუმრები, არავინ არ მოვიდეს. უბრალოდ ოჯახი ყავთ ხმოვანი? უდრო არ გამოდის. სამი შვილი სხვადასხვა ხაზაკის ეს არ გამოდის. ძალიან კარგი. ერთი სიტყვით, ბოდიში, ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებთ საქართველოს? ტრადიცია. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით. კიდევ ერთხელ. წარმატებები. თქვენს ეკ.